ირაკლი ლექვინაძე სამხედრო მიმომხილველია ჩვენი სტუდიის სტუმარი. ბატონო ირაკლი, მადლობა მობრძანებისთვის. როგორ ფიქრობთ, რამდენად ხანგრძლივი იქნება ისრაელის ეს ოპერაცია, რომელიც ამ ქვეყანამ დაიწყო 13 ივნისს? რაც აღსანიშნავი არის, მე მგონი ისრაელის ოპერაცია ერთობლივ ოპერაციაში გადაიზრდება ჩემი ვარაუდით და პროგნოზით 2 მაქსიმუმ 3 დღეში. იმიტომ რომ აქტიური მზადება მიდის რეგიონში, გადასროლა, კონცენტრაცია ამერიკული ძალების და ისეთი რიტორიკა არის უკვე ამერიკული მხრიდან, რომ პრაქტიკულად ძალიან მაღალი ალბათობით ამერიკა ჩაერთვება და ასე თქვათ აიტაცებს ამ ინიციატივას და ამერიკის ჩართვა უკვე სხვა ხარისხში აიყვანს ამას, იმიტომ რომ სხვა ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, მეტი რესურსი აქვს და ამერიკის ჩართულობით ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე კვირიდან, შეიძლება 2 თვემდე, შეიძლება მალევე მორჩეს, გააჩნია რა. ეხლა პრინციპში თუ რეალურია ის ინფორმაცია, რასაც ისრაელი აცხადებს, რომ უბრალოდ ამ წუთას ხედავთ, რომ მართლა დაუსჯელად დაფრინავენ და საერთოდ უმოქმედოდ არის და პრაქტიკულად არანაირ წინააღმდეგობას აღარ წევს ირანის საჰაერო თავდაცვა. შესაბამისად, თუ მართლა სიმართლეს შეესაბამება, რომ გამოყვანილი არის მწყობრიდან მათი საჰაერო თავდაცვა, მაშინ ამერიკის თვითმფრინავების ბომბდამშენები ძირითადად ეს წელს ბომბდამშენი B2 შეფრინდება, მოპებს ჩამოყრის, აი ეს რაც ისრაელს არ აქვს ტექნიკური საშუალება, რომ მიწისქვეშა ღრმა ბუნკერებში განლაგებულია ეს ობიექტები დააზიანოს, მათ დაბომბავს. ამის შემდგომ გააჩნია, რა არის პოლიტიკური მიზანი ამ ოპერაციის და ომის. მხოლოდ ბირთვული, ასე თქვათ, პროგრამის განადგურება და თქვათ სარაკეტო ტექნოლოგიების წარმოების განადგურება, თუ დაუშვათ იგივე რეჟიმ ჩეინჯი. თუ რეჟიმ ჩეინჯზე მიდიან, მაშინ ეს გაფართოვდება დაბომბების არეალი და კაი ხანს გაგრძელდება რა. როგორც თქვი, შეიძლება 2 თვე გაგრძელდეს მაგალითად, მაგრამ თუ მხოლოდ უნდათ რომ ეს გამოიყვანონ წყობრიდან, მაშინ ეს მძიმე ბომბები საკმაოდ მალე მოხერხდება, ალბათ, რა ვიცი, მაქსიმუმ იმ კვირის ბოლომდე ეს მორჩება. რაც შეეხება ისრაელის, უпростоრად ირანის რესურსს, როგორც ვიცით, 20,000 ბალისტიკური რაკეტა აქვს ირანს, აქედან 40% არის განადგურებული, ამის შესახებაც რომ ვილაპარაკოთ. ეგ 20,000 ითქვა ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ, რომ ამჟამად რა, ესე იგი, წარმოების მასშტაბებიც არის ირანში, ამასო 2 წელიწადში აწარმოებენ, შეიძენენ 20,000. ამ წუთას მაგდენი არა აქვთ, ამ წუთას ბალისტიკური რაკეტები სხვადასხვა დისტანციაზე მფრენი არის, აქ ლაპარაკია იმაზე, რომელიც ირანიდან წვდება დაუშვათ ისრაელს, ხო? ეგეთი მაქსიმუმ ჰქონდათ, წინა კვირის მდგომარეობით 2,000. აქედან ეხა სადღაც 350-400-მდე უკვე გაისროლეს, რაღაც რაოდენობა მიწაზე და საცავებში განადგურდა, უცნობია ზუსტად რა რაოდენობაზეა საუბარი. მან უფრო კრიტიკული არის ირანისთვის გამშვები დანადგარები, იმიტომ რომ გამშვები დანადგარები გაცილებით ნაკლებია და როგორც კი ესე იგი ხა იყენებენ ეგენი თვალთვალის და ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს იმისთვის რომ დროულად აღმოაჩინონ, როგორც კი გამოდის რაღაც გვირაბებიდან ეს დანადგარები, ეგრე ავტომატურად ხდება ამის აღმოჩენა და ოპერატიულად განადგურება და დიდი ნაწილი განადგურებულიაო, როგორც ამბობენ. მე ყოველ შემთხვევაში ცოტა ისე სკეპტიკურად უყურებ, ფიქრობ, რომ უნდა შევაფასოთ ყველაზე ესეთი ვივარაუდოთ, რომ ყველაზე ცუდი ვარიანტი და არ არის იმდენი განადგურებული და კიდე ბევრია დარჩენილი, მაგრამ მოკლედ იმაზე არის დამოკიდებული, მაგათ გაშვებას მოახერხებენ, თვითონ ეს დანადგარები რამდენი შერჩათ. და მაგაზეც არის ხო, სხვა შორის თქვენ ომის დასასრული რო ახსენეთ, ხო, მაგაზეც არის ახლა დამოკიდებული, თუ ბოლომდე მაგათ არ გაანადგურებენ და არ გაუნებელყოფენ, ან რაღაცა ისეთი შეთანხმება არ შედგება მყარი გარანტიებით, რომ მათ აღარ გამოიყენებენ, სავარაუდოდ ოპერაცია არ შეწყდება, მაგრამ ისიც როგორი ვითარება ახლა უკვე თუ მოწმენდილია ეს ავიაცია, საჰაერო თავდაცვა თუ წყობრიდან გამოყვანილია, ნებისმიერ დროს შეიძლება განახდეს ეს ოპერაცია, შეიძლება რაღაც ეტაპზე შეწყდეს, მაგრამ მერე თუ დაუშვათ მოხდა მაინც გაშვება ისრაელის მიმართულებით,
განახდება ოპერაცია, მაგრამ იცით ეხა ამ წუთას უფრო აქტუალურია რა, რომ აი ამერიკის ჩარევა რომ მოხდება რას დაარტყამს ირანი, იმიტომ რომ მიზნები შეიძლება ისრაელიდან შეიცვალოს რეგიონში სხვა ქვეყნებზე, მაგალითად საუდის არაბეთის ნავთობმოპოვებელ და გადამამუშავებელ და სატრანზიტო ინფრასტრუქტურაზე შეიძლება ამერიკულ ბაზებს თავისთავად დაარტყამენ და რაც თავარია ყველაზე ისეთი სენსიტიური მსოფლიო ეკონომიკისთვის და ისად არის ნავთობტრანზიტი თითქმის 35-40% მსოფლიო ნავთობის სპარსეთის ყურიდან რაც გამოდის ორმუზის სრუტით მოგეხსენებათ და აი მაგის პარალიზებაზე თუ მიმართეს ეს თავისი შესაძლებლობები ირანელებმა მან იქნება მან ბოლომდე სანამ ამ საფრთხეს არ გააუნებელყოფენ და ეს იქნება შედარებით ხანგრძლივი აი ფორმატში გადაინაცვლება ბრძოლა და ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია მის შესახებ რომ ბირთვული იარაღის გავრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას ირანი ტოვებს ეს როგორ უნდა გავიგოთ და რა შეიძლება ამ მიმართულებით ჩვენ ნაბიჯები ვიხილოთ ირანის მხრიდან ეს ახლა არის ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი თუმცა როგორ გითხრათ ახლა დღეს დილით მაგალითად ტრამპის განცხადებას მოусმინე და მან პირდაპირ განაცხადა რომ მე არ ველიო და არ ვეძებო შეთანხმებას ირანთან ანუ მანაც გამწვავებისკენ გადადგა ნაბიჯი რაღაცნაირად ერთადერთი რასაც ირანისგან მივიღებ ეს არის კაპიტულაციაო ანუ რაღაცნაირად ეს უკვე ზეწოლის ფორმატი აღარ იყო ეს იყო რაღაცა შეურაცხყოფელი ისეთი რომელიც პრაქტიკულად კუთხეში აქცევს აი ამ ეგრეთ წოდებული აიათოლების რეჟიმს რომ ანუ მათ უნდა ასე ვთქვათ სახე ვერ უნდა შეინარჩუნონ ისე უნდა დამარცხდნენ და ეს მათთვის არის ძალიან მტკივნე ანუ ეს ავტომატურად ნიშნავს რომ აი რაღაცა ძალის ის რო აქვთ და რითიც აკავებენ, რითიც იჭერენ ხელისუფლებას, ის დაკარგონ და დაემხონ და ანუ განწირულები არიან ფაქტიურად და ანუ ბოლომდე წავა ეს ისა, ანუ ეგ ეხლა თქვენ რაც წაიკითხეთ განცხადება, ეგ მე არ მქონდა სანამ სტუდიაში მოვიდოდი გაგონილი და ვფიქრობ რომ ხო, შემხედრი ნაბიჯია ესკალაციისკენ და ყველაფერი იქითკენ მიდის რომ გადაიზრდება ეს ღია ომში ამერიკა ახლა ფარულად რა თქმა უნდა ყველაფერი შეთანხმებული იყო მასთან რაც არ უნდა განცხადებებით გაემიჯნონ და მონაწილეობდა გარკვეულწილად მაგრამ არ მონაწილეობდა უშუალოდ დარტყმებში მაგრამ სავარაუდოდ ახლა ეს ავიამზიდების გადასროლა, ეს ავიაციის და ტანკერების გადასროლა და თუ კი ჩაერთვება ამერიკის შეერთებული შტატების დარტყამს ბირთვულ რეაქტორებს ამ შემთხვევაში რომელიც შესაძლოა არის რეაქტორები არა მანდ უფრო აი ცენტრიფუგები სადაც ეს გამდიდრება ხდება რეაქტორებს სხვათა შორის ერიდებიან განსაკუთრებით ერიდებიან აი მაგალითად ბუშერის ელექტროსადგური ატომური ელექტროსადგური რუსების აშენებული ცნობილი იქაც შეიძლება პოლონიუმის გამომუშავება საიარაღოსი და ამ შემდეგ მაგრამ მაგას ერიდებიან ჯერსეც მანდ ეხა მაგას რო დაარტყან არის გარკვეული ეკოლოგიური საფრთხეც იქნება. კი ბატონო და დიდი დრო არ გვაქვს ბოლოს კითხავ ჩვენ ვისაუბრეთ ირანის რესურსზე რაც შეეხება ისრაელს რამდენად მდგრადია მათ შორის საჰერო დაცვა ისრაელის ჩვენ ხედავთ რომ მათ შორის მოქალაქეები იღუპებიან სადმე არის თუ არა ჩავარდნა რაზეც უნდა იმუშაოს ისრაელის არმიამ როგორი იქნება ამ მიმართულებით თქვენი მოსაზრება ისრაელმა აჩვენა სრული ტექნოლოგიური უპირატესობა მაგრამ რესურსების სხვათა შორის ხანგრძლივი ომისთვის მას არ აქვს რა თქმა უნდა იმდენი რომ ყოველ შემთხვევაში ამერიკასთან შედარებით ძალიან მცირე აქვს და ეს ჩართულობა ამერიკის მათ შორის მაგიტომაც არის საჭირო იმიტომ რომ შეხა ირანს ეს რაკეტების მარაგი იმდენი აქვს რომ რაღაც ეტაპის შემდგომ უბრალოდ ფიზიკურად აღარ დარჩება არა იმ ხელა მარაგი ამ ანტირაკეტების ეს ERO-2 ERO-3 და თადი რომელიც ახლა ძირითადად ახდენს ამ ბალისტიკური რაკეტების გადაჭერას ეს რაკეტები იმდენი არა რამდენიც აქვს ირანს ბალისტიკური რაკეტები ასე რომ მაგ ხრივ ხო საჭიროა და დროულად ხდება რა პრინციპში ახლა ისე მიდის პროცესები რომ ხვალ უფრო ზეგ-მაზეგ ალბათ ჩაერთვება ამერიკა ამას ველოდები მე პირადად. კი ბატონო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირდაპირ ეთერში უსმენთ სამხედრო მიმომხილველს ირაკლი ლექვინაძეს.